და რომელია თქვენთვის ყველაზე რთული მეტოქე, ვისაც ოდესმე შეხვედრი ხართ? კონკრეტული სახელი არასოდეს მახსენდება ხოლმე. და ამას ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს. რომელი მცველები იყვენ თქვენთვის მისაბაძი მაგალითები და თუ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც თქვენი ამჟამინდელი სათამაშო სტილის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს? ვიტყოდი, რომ პატარაობაში ჩემი კუმირი ნამდვილად სერხიო რამოსი იყო. სალამი ბიჭებო, იოშკო, რუბენ, თქვენთან შეხვედრა და საუბარი სასიამოვნოა. ევერტონთან თამაშის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ? რამდენად რთული მატჩი იყო? ჩემი პირველი შეკითხვა ესა. თავშესანიშნავად გრძნობთ. როგორც შენ აღნიშნე, ის შეხვედრა რთული გახლდათ. წინასწარ ვიცოდით, რომ მარტივი გასეირნება არ გველოდა. იქ მოგება მხოლოდ ერთეულმა გუნდებმა შეძლეს და მომენტში ჩვენთვის თითოეული ქულა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. რუბენ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გაიმართება. 3 ადგილისთვის 5 გუნდი იბრძოლებს. ამ შედეგის გათვალისწინებით ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის პაიქრობა ამ მომენტიდან როგორ წარიმართება? ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება და საბოლოო ჯამში ყველაფერს ის გადაწყვეტს, თუ ვის სურს ეს ყველაზე მეტად. ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარი მიზნის მისაღწევად ვიბრძვით. ჩვენს მიზანს ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა წარმოადგენს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იოშკო, ეს კითხვა უფრო თქვენი მისამართითაა. თუმცა რუბენ, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. ცოტა ხნის წინ თქვენთვის უფრო ბუნებრივ ცენტრალურ მცველის პოზიციას დაუბრუნდით და რუბენთან დუეტი ჩამოაყალიბეთ. რამდენად რთული იყო მსგავსი ცვლილება მას შემდეგ, რაც სიტიში თქვენი კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარეთ და როგორ განვითარდა თქვენი და რუბენის პარტნიორობა ამ მომენტამდე? ჩემს ბუნებრივ პოზიციაზე დაბრუნება არც ისე რთული იყო, რადგან ამ როლს დიდი ხნის განმავლობაში ვირგებდი და ის ჩემი ორგანული ნაწილია. რაც შეეხება ჩემი და რუბენის ურთიერთობას, ჩემი აზრით ის ძალიან კარგია. რასაც ცხადად დაინახავთ, თუ მოედანზე ჩვენს მუშაობასა და იმას დააკვირდებით, თუ როგორ ვეხმარებით ჩვენ ერთმანეთს. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გამოცდილია და ლიდერის როლს ირგებს. ის, რომ ჩემს გვერდით დგას, ეს ჩვენ საქმეს მნიშვნელოვნად ამარტივებს. რუბენ, რამეს ხომ არ დაამატებდით? როგორც მან თქვა, ეს მისი ბუნებრივი პოზიციაა და როდესაც მთელი ცხოვრება რაღაც პოზიციაზე გაქვს გატარებული, წელიწად ნახევრის განმავლობაში სხვა როლში ასპარეზობა ამ უნარჩვევებს არ დაგავიწყებს. პირველ რიგში ამ კლუბში ის სწორედ ამის გამო გადმოვიდა. მარცხენა ფლანგის მცველის პოზიციაზე მისი სათამაშო უნარები გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ განამწესა ის მწვრთნელმა ამ როლში. ამჟამად ნიკო ორაილიც ძალიან განვითარდა და ჩინებულად ირჩება. რამაც ცენტრში მისი სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა გააჩინა. მჯერა რომ ყველა მიცის თუ რაოდენ კარგია ის და რამდენად დიდებული შეუძლია რომ იყოს. როდესაც ასეთ მაღალ დონეზე თამაში და მისი კომუნიკაციასთან, პასუხისმგებლობასთან და ამბიციასთან შერწყმა შეგიძლია, ყველაფერი გამოვა. ასოციაციის თასის ნახევარფინალი ახლოვდება და ინგლისის მიწაზე ტიტულის მოსაგებად ეს სიტის ერთადერთი შანსია. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გუნდისა და კლუბისთვის? როგორც შენ აღნიშნე, ამ სეზონში ეს ჩვენთვის ჯილდოს დაუფლების შანსს წარმოადგენს. ჩვენ 3 მთავარი მიზანი გვაქვს და თითოეული მათგანის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ. ასოციაციის თასი მე უკვე მოგებული მაქვს. იოშკოს კი არა. ჩვენი გუნდის მრავალ წევრს ასევე არ აქვს ასოციაციის თასი მოგებული. ზოგს აქვს. თუმცა ჩვენ საერთო ამბიცია გვამოძრავებს და კარგად ვუწყით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება და საერთოდ ამ ტიტულის მოგება სასიამოვნოა. შესაბამისად, ჩვენ მასზე მაქსიმალურად ფოკუსირებულები ვართ.
მინდა რომ კითხვების მიმართულება ოდნავ შევცვალო და თქვენი ბავშვობის პერიოდით დავიწყებ. რომელი მცველები იყვნენ თქვენთვის მისაბაძი მაგალითები და თუ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც თქვენი ამჟამინდელი სათამაშო სტილის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს. რომელიმე კონკრეტული სამაგალითო მოთამაშე არასოდეს მყოლია. იყვნენ ფეხბურთელები, რომელთა ყურებითაც ბევრს სწავლობდი. მამაჩემიც ყოველთვის ფეხბურთში იყო ჩაბმული და პატარაობიდანვე დიდებულ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებით მახსოვს, რადგან მამა ყოველთვის მეუბნებოდა ამ ბიჭს დააკვირდიო. ეს ბიჭი ბარეზი გახლდათ. ცოცხლად მისი თამაშები არ მინახავს, მაგრამ YouTube-ზე ბევრი ვიდეოსთვის მიყურებია. თუმცა მის გარდა კიდევ ბევრი იყო. ხოლო რაც შეეხება ჩემს შთაგონებას და იმას, თუ ვისგან ვსწავლობდი, ცოტ-ცოტა ყველა მათგანისგან მისწავლია. იოშკო? ვიტყოდი, რომ პატარაობაში ჩემი კუმირი ნამდვილად სერხიო რამოსი იყო. რადგან მე უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ვარ და როდესაც ჩვენ ვიზრდებოდით, უკვე გვქონდა YouTube და სხვა საშუალებები. გარდა ამისა, მამაჩემაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. ის დღემდე ჩემი უმთავრესი კომაგია და ვფიქრობ, სწორედ ის არის მიზეზი იმისა, რომ ახლა აქ ვიმყოფები. და რომელია თქვენთვის ყველაზე რთული მეტოქე, ვისაც ოდესმე შეხვედრი ხართ? მაგალითად, თავდამსხმელი. ვიღაც ისეთი, ვინც გაიძულებდათ, რომ მოედანზე ოდნავ უფრო უკეთესი ყოფილიყავით, რათა მასთან ადაპტაცია შეგძლებოდეთ. კონკრეტული სახელი არასოდეს მახსენდება ხოლმე. და ამას ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს. ყველა განსხვავებულ მოთამაშეს განსხვავებული მახასიათებლები და სირთულეები გამოარჩევს. საბოლოოდ კი შენ ადაპტირდები მათთან. ხდები უკეთესი და ამ სირთულეებს პასუხობ. ერთი კონკრეტული მოთამაშის დასახელება უსამართლობა იქნებოდა. ყველა მათგანი ძალიან განსხვავებულია და ყველა მათგანს რაღაც გამოარჩევს. ზოგი უფრო სწრაფია, ზოგი უფრო ტექნიკური, ან ფიზიკურად თუ ჰაერში უფრო ძლიერი. და ვფიქრობ, კარგი მცველი სწორედ ის არის, ვისაც შეუძლია რომ ყველა ამ მახასიათებელს თანაბრად კარგად გაუმკლავდეს. იოშკო, თქვენ ხომ არ დაამატებდით ვინმეს? არა, მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ორივე ჩვენგანი ბევრ კარგ თავდამსხმელს და გარემარბს შევხვედრივართ. შესაბამისად, ერთი სამორჩევა რთულია, თუმცა როგორც მან თქვა, ყველა მატჩში შენ წინააღმდეგ განსხვავებული თავდამსხმელი თამაშობს და შესაბამისად ჩვენ მათი ანალიზი უნდა მოვახდინოთ და მათთვის მოვემზადოთ თითოეულ თამაში. ეს არის და ეს. ბოლო შეკითხვა შედარებით მარტივია. აქამდე სიტიში თქვენი საყვარელი მომენტი რომელი იყო? მომენტი, რომელიც ორივე თქვენგანისთვის ყველასგან გამოირჩევა. ფიქრობ, ასეთი იყო ჩვენ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს გაჟღერებული საფინალო სასტოენის ხმა. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. ასევე გამოვყოფდი შარშანდელ სეზონს, როდესაც მიჯრით 40 ქულა მოვაგროვეთ. ესეც განსაკუთრებული იყო და ალბათ სწორედ ეს ორი მომენტია, რომელიც ყველაზე მეტად მახსოვს. თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ტრებლიც. იოშკო? ჩემთვის პასუხი მარტივია. რადგან ასეთი მომენტი იყო შარშან, პრემიერ ლიგის მოგება. რადგან ეს თასი ბევრ ხორვატს ნამდვილად არ მოუგია და შესაბამისად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხისთვის. მე კი გამოვყოფდი თქვენს გოლს მადრიდის რეალთან. მარჯვენა ფეხით გაიტანეთ და ყველაფერი იდეალურად გამოგივიდათ. დიახ, თუმცა მე თასი მირჩევნია. გასაგებია, ეს ხომ გუნდური მიღწევაა. მადლობა ბიჭებო და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. იმედია, ამ სეზონს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით და ტიტულით დაასრულებთ. მადლობა.